წერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ავტორობით შექმნილი წიგნი ალბომი „ვიცანი ღმერთო სამყარო ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ წარუდგინეს. საიუბილეო საღამო წერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის სახელწოდებით „შეხვედრა წარდგინება“. აღნიშნული წერალთა სახლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენაც მოეწყო. ვაჟა-ფშაველა მიუხედავად იმისა, რომ ესეთ დიდი იუბილეა 165 წელი, ესე იგი ჩარგალში დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძალიან გასახარია, იმიტომ რომ აღდგენა მიდის იქ ხა გარე ინფრასტრუქტურა წესრიგდება და მუზეუმიც მოწესრიგდება უახლოეს ხანში და მიუხედავად იმისა, რომ 165 წელია მასზე თანამედროვე მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ქართველი მწერალი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელმაც ქართული სული მოახერხა და გადმოსცა სიტყვებით, მოახერხა და შეინახა ქართული სულიერება, ჩვენი იდენტობა და ვფიქრობ, რომ მომავლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა. ის არის ჰუმანიზმის, თავისუფლების, ბრძოლის, ყველაფერი საუკეთესო ქართულის ნამდვილად შემკრები და ჩვენი ვალია რომ ეს გვახსოვდეს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ წერალთა სახლის ინიციატივით იწყება ეს აღნიშვნა. ჩვენც ვეცდებით, რომ მისი სახელი საუკუნოდ ვატაროთ ღირსეულად და ჩვენც გვახსოვდეს ყველა მისი სიტყვა და სტრიქონი. საქართველოში არა მარტო თბილისში და რა თქმა უნდა არა მარტო წერალთა სახლში იმართება ვაჟასადმი მიძღვნილი საღამოები, ასე ვთქვათ. ჩარგალში ჩასულია თელავის თეატრი, ანსამბლებია ჩასული, ბავშვები კითხულობენ ვაჟა-ფშაველას ლექსებს. აგერ მწერალთა სახლში შეხვედრაა და აქ ორი ადამიანია მოწვეული. აი სისადავე რა სისადავითაც ეხლა ჩვენ ვატარებთ ამ საღამოს, როდესაც მხოლოდ ორი ადამიანი ყავს მოწვეული, მაგრამ ის ადამიანები ეთერ თათარაიძეზე და ამირან არაბულზეა საუბარი, რომლებიც მთელი მათი ცხოვრება მუშაობდნენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე და უშუალო კავშირი ჰქონდათ გულქანთან, მის ქალიშვილთან. არ ვიცი, ალბათ კიდევ საუკუნეები გავა და ვაჟა-ფშაველა იქნება მარად. ყველასთვის, ყველა ქართველისთვის. ბევრი გვიფიქრია და გვიმუშავია ვაჟა-ფშაველაზე. მე მის ქალიშვილთან მოვასწარი შეხვედრა. მისი სრული ბიოგრაფია, ნამდვილი ბიოგრაფია თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩავიწერე. ვფიქრობ, რომ ღირსეულად აღნიშნა ამ სახლმა ეს საღამო და ეგეთი შეხვედრები მის გარშემო სწორედაც მის სახელს და დიდებას ემსახურება. ჩვენს ყოველდღიურობას არ აკლია წარმატებული პროექტების განხორციელება, თუმცა ღონისძიება, რომელიც ახლა ჩატარდა მწერალთა სახლში, ბევრი რამით არის გამორჩეული და ბევრი რამით იქცევს საგანგებო ყურადღებას. ეს არის ვაჟა-ფშაველას მორიგი დაბადების დღე, საიუბილეო თარიღი შეიძლება ითქვას. მივიღეთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რომელიც აღინიშნებოდა რამდენიმე არსებითი ნიშნით და ნიუანსით. ეს არის წიგნების ხელახალი განხილვა, წარდგენა და ასევე ის სინამდვილე, რომელსაც სჭირდება ჩვენი ხელის შევნება, ჩვენი ყურადღება და ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს ეხება ვაჟა-ფშაველას და არა იგი თბილისს. ასე რომ შესანიშნავი ღონისძიებაა, დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი და ჩვენს კმაყოფილებულად შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადამეტების გარეშე.